წმინდა თეოფანე დაყუდებული გულის განწმენდისათვის მინდა საკუთარი სიამოვნებით ვიცხოვრო. ასე ამბობს სხეულის მონა და ცხოვრობს კიდეც ამგვარად. მისი სული სხეულსა და გრძნობებშია ჩაფლული. ზეცაზე, სულიერ საჭიროებებზე, სინდისისა და მოვალეობის მოთხოვნილებებზე არ ფიქრობს. არ უნდა და არ შეუძლია ამაზე ფიქრი. მან იცის მხოლოდ სიამოვნებათა სხვადასხვა გვარის სახეობები. მარტო იმაზე შეუძლია საუბარი და მსჯელობა. რამდენი სიკეთეცაა დედამიწაზე, რამდენი მოთხოვნილებაც აქვს მის სხეულს, სიამოვნებათა იმდენი სრული სფერო აქვს ცნობებს აყოლილისათვის და თითეული მათგანისთვის მასში ჩნდება განსაკუთრებული მიდრეკილება. ტკბილეულის მოყვარეობა, ცხობამდე ჭამა, განებივრება, კეკლუცობა, სიზარმაცე, გარყმნილება, მიდრეკილებები, რომელთა ძალაც უთანაბრდება ბუნების კანონთა ძალას. დაიწყებს ადამიანი გემოვნებით ტკბობას და ხდება გემოთ მოყვარე, ფერთა თამაში ასწავლის მას კეკლუცობას. ხმათა მრავალფეროვნება ლაქლაქს, ჭამის მოთხოვნილება უბიძგებს ცხომისაკენ, თავდაცვის მოთხოვნილება სიზარმაცისაკენ, სხვა მოთხოვნილებები გარყმილებისაკენ, რადგან სხეულის მეშვეობით ბუნებასთან ცოცხალ კავშირში იმყოფება სრულიად სხეულს დამორჩილებული ადამიანი. ბუნებისაგან იმდენი არხით სვამს სიამოვნებებს, რამდენი მიმართულებაც არის მის სხეულში და სიამოვნებებთან ერთად იწობს იგი ბუნების ძირითად სულს, მექანიკური, უნებლიე მოქმედების სულს. ამიტომ, რამდენადაც ადამიანს მეტი სიამოვნებები აქვს, იმდენად ვიწროა მისი თავისუფლების წრე და ვინც ყველა სიამოვნებას ფლობს, შეიძლება ითქვას იგი სხეულის სრული ტყვეა. აი როგორ იზრდება ჩვენში ბოროტება პატარა თითქმის შეუმჩნეველი თესლისაგან. გულის ფსკერზე, როგორც უკვე შევნიშნეთ, დევს ბოროტების თესლი, თავის მოყვარეობა. მისგან მოდის მისი ძალით სავსე ბოროტების სამი ვარჯი, მისი სამი სახესხვაობა, თვითგანდიდება, ანგარება, გზნობებს აყოლა, რომელიც თავის მხრივ წარმოშობენ უკვე ვნებებისა და მანკიერ მიდრეკილებათა ურიცხ სიმრავლეს. როგორც ხეს მოაქვს მრავალი რტო და ყლორტი, ასევე ჩვენში წარმოიქმნება ბოროტების მთლიანი ხე, რომელიც ფესვებს იდგამს გულში, იზრდება მთელს ჩვენს არსებაში, გამოდის გარეთ და ფარავს ყველაფერს, რაც ჩვენს გარშემოა. ამგვარი ხე თითეულ მათგანშია, ვისაც კი ოდნავ მაინც შეუყვარებია ცოდვა, იმ განსხვავებებით მხოლოდ, რომ ერთში ერთი მხარე ვლინდება სრულიად მეორეში მეორე. რა არის მიზეზი იმისა, რომ ჩვენ უმეტესწილად ვერ ვამჩნევთ მას ჩვენში და არც თუ იშვიათად ვფიქრობთ და ვამბობთ? კი, მაგრამ რა გავაკეთე ისეთი? ანდა ვიზერა ნაკლები ვარ. ამის მიზეზი ძალზე ბუნებრივია და იგი არის ჩვენში ცხოვრები ცოდვის ახალი წარმონაქმნი. ვერ ვამჩნევთ იმიტომ, რომ არ შეგვიძლია. ამის ნებას ცოდვა არ გვაძლევს, იგი ძალზე ეშმაკია და დახვეწილი. ჩვენ მიერ წარმოსახული ბოროტების ხე დაფარვის გარეშე პირველივე ჯერზე მოხდებოდა გონების თვალის წინაშე და დააფრთხობდა თითეულს საკუთარი თავი. ამიტომ ცოდვა ცდილობს შემოსოს იგი ფოთლებით, მიჩქმალოს მისი უსახურება და ფარავს მას ისე, რომ არა მარტო ფესვებისა და ვარჯის, ყლორტების გარჩევაც კი არ შეუძლია სულს, რომელშიც ეს ხე იზრდება. ფოთლების ეს შესამოსელი
არის გაფანტულობა და მრავალზრუნველობა. გაფანტულ ადამიანს არ აქვს შინაგანი ცხოვრება, არ უყვარს იგი. მრავალზე მზრუნველ ადამიანს კი ერთი წუთით მოსვენება არ აქვს. ერთს არ შეუძლია, მეორეს კი დრო არ აქვს შენიშნოს ის, რაც მის შინაგანში ხდება. დილით გაღვიძებისთანავე მათი სულები გამოდიან გარეთ და პირველისა მიდის ოცნებათა სამყაროში, მეორისა კი იძირება ვითომ და საჭირო საქმეთა ზღვაში. ამ წყო მათ არ გააჩნიათ, რაც კერძოდ ახასიათებს კიდეც მათ მთელ საქმიანობას. ერთი ხალისით ცხოვრობს თავის მიერ შექმნილ სამყაროში და სინამდვილეს მხოლოდ ნაწილობრივ ეხება, ზედაპირულად და განუზრახველად. მეორე კი გულითაც და გონებითაც მთლიანად წინ გარბის, ყოველი საქმის დასრულებას ცდილობს, რაც შეიძლება ჩქარა, რომ მეორე დაიწყოს. იწყებს მეორეს და იჩქარის მესამისაკენ. საერთოდ ამ წყოთი მას მხოლოდ ხელები, ფეხები და ენა აქვს დაკავებული. მისი ფიქრები კი სულ მომავლისკენაა მიმართული. შინაგან მოძრაობათა ამგვარი სვლისას ასეთი ადამიანები როგორღა შენიშნავენ, რა იმალება მათ გულში, მაგრამ ცოდვა არ კმაყოფილდება მარტო ამ ფოთლების საფარველით. მათ შორის კიდევ შეიძლება როგორღაც გააღწიო, შეიძლება გადაწიო ფოთლები და მწუხარებათა ქარი და სინდისის შინაგანი შეძვრით და გამოაჩინო მათში ჩამალული ცოდვის უსახურება. ამიტომ ცოდვა თვითონ საკუთარი თავისაგან ქმნის ერთგვარ გაუმტარ საფარველს, დამდგარი მღრვია წყლის მსგავს, რომელშიც ზირავს ხეს თავის ფოთლებიანად. ეს საფარველი იქმნება უმეცრების, უგრძნობელობისა და უზრუნველობისაგან. არ ვიცით ჩვენი საშიშროების შესახებ, ამიტომაც ვერ გრძნობთ მას. ვერ გრძნობთ და ამიტომ ვეძლევით უზრუნველობას. და რა ზომებიც გინდა მიიღეთ ასეთი ცოდვილის გონზე მოსაყვანად, ყველაფერი ამაოა. იგი ცოდვაში ისე ღრმადაა ჩაძირული, როგორც ზღვაში. იყვირეთ რამდენიც გინდათ წყლის ზემოდან, წყალში მყოფი ვერაფერ შეისმენს. გამოიყენეთ როგორი מחვილიც გინდათ, დაუდევარი ცოდვილის ასამოქმედებლად ოდნავადაც არ შეცვუნდება. დაუხატეთ მის წინაშე მისი სავალალო მდგომარეობა. გეტყვით, ეს მე არა ვარ. წარმოიდგინეთ მისი უკიდურესი საშიშროება, რისგანაც იგი შორს არის. შეეცდება დაგარწმუნოთ, რომ ეს მას არ შეეხება. გამოაღვიძეთ იგი თვლემისაგან, არც კი შერცხვება თქმისა, ხომ მოქმედებ. ასეთი ძლიერია საფარველი, რომლითაც ცოდვა იფარავს თავს იმ ადამიანის მზერისაგან, რომლის სულსაც ფლობს. აი საერთო მონახაზი იმისა, რა უნდა შევცვალოთ საკუთარ თავში. აი მოღვაწეობის ფართო ასპარეზი. თვით გამოსწორების წმინდა საქმეში საჭიროა მოხსნათ საფარველი ცოდვას. გამდენოთ სულიდან უზრუნველობა, უგრძნობლობა, თავის მოტყუება, გაფანტულობა და მრავალზე მზრუნველობა. საჭიროა მოვკვეთოთ მისი ყლორტები, ყველა მანკიერი ვნება და მიდრეკილებანი. ბოლოს ამოვძირკოთ იგი ფესვიანად. განვდევნოთ თავის მოყვარეობა, თავგანწირულობით. დიდი და მძიმე შრომა გველოდება. ცოდვიანი უწმინდურება სულს მტვერივით კი არ ფარავს, რომელსაც სულის ერთი შებერვით გადაფანდავ. არა, მან შეაღწია მთელ ჩვენს არსებაში. შეეზარდა მას, გახდა მისი ნაწილი. ამიტომ მისგან განთავისუფლება იგივეა, გაყო საკუთარი თავი. ამოთხარო თვალი, მოიკვეთო ხელი. მოკლედ ასეთმა სირთულემ კი არ უნდა შეგვაშინოს, არამედ უნდა გამოგვაღვიძოს დაუდევრობისაგან. ცხონების ჭეშმარიტ ამ ცურველი არ უყურებს წინააღმდეგობებს, პირიქით,
უფრო მხრეთ შეიმართება, გამბედაობით შეუდგება და მოშურნეობით დაიწყებს თავის გამოსწორების მაცხოვნებელ საქმეს.